პროკურორმა ზიას კითხა დაკითხვისას ოდესმე სამართალდარღვევა თუ ჩადიდენიათო თუ გახსოვთ და ძალიან გაოცებულები ვიყავით ზიამ ბევრი იფიქრა ხან იფიქრა ბანკის ვალის გადახდა ხო არ დამავიწყდა და ასე შემდეგ იმიტომ რომ საქმეში წარმოდგენილია ასე ვთქვათ დოკუმენტები რომელს არასოდეს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა არ ჩაუდენია მოძრაობის წესებიც კი არ დაურღვევია და შემდეგ პროკურორმა დასკვნით სიტყვაში მოგვიყვა სადღაც 2007 წელს სადღაც 20 წლის წინამდელი ამბავი რომ თურმე მზია როდესაც ჟურნალისტურ საქმიანობას ახორციელებდა აქ აჭარაში სასაზღვრო გადასულა სასაზღვრო ზოლში და რაღაცა ფოტო გადაღებები უწარმოებია და ამასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა შესაბამისმა სამსახურებმა და პროკურორმა ამასთან დაკავშირებით ისაუბრა დიდი ხანი რატო გავამახვილე ამაზე ყურადღება არც მივარცევდი ყურადღებას ანუ ბრალდება ეძება და 20 წლის წინ მზია ამაღლობელის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი რომ იყო გამოწერილი სწორედ ჟურნალისტური საქმიანობის გამო ეხა სხვა ამბავია იქ პროცედურული წააგო მოიგო ეს საქმე აი ამაზე გვესაუბრა ანუ ყველაზე ცუდი რაც ნახა აი ეს ყოფილა თურმე მზია ამაღლობელის ჩადენილი ამიტომ მინდა გესაუბროთ მზია ამაღლობელზე და ეს იყო მაპროვოცირებელი რატომაც რა დავწყვიტე რომ გადაცნოთ მზია ამაღლობელი სასამართლოს მზია ამაღლობელის ცხოვრება და საქმიანობა პირდაპირ უკავშირდება მის მიერ დაარსებულ გამოცემებს ბათუმელებსა და ნედგაზეთს და ბოლო 24 წელია იგი ყველა დღე შრომობდა იმისათვის რომ განეხორციელებინა არაერთი პროექტი რომელიც საქართველოში აძლიერებდა მედიას, განათლებას და მხარს უჭერდა სოციალურ თანასწორობას. ყველაფერი დაიწყო 24 წლის წინ, 2001 წელს, მაშინ როდესაც ბათუმში ახალგაზრდა ენთუზიასტმა მზია ამაღლობელმა და ამ პროცესზე მოწმედ დაკითხულმა ეთერ თურაძემ ერთად დააარსეს სწორედ ეს მედია გამოცემა ბათუმელები. ბათუმელები დამოუკიდებელ საქართველოზე ზუსტად 10 წლით უმცროსია, თუმცა ერთი დაბადების თარიღი აქვთ 26 მაისი, რაც მე კანონზომიერი მოვლენა მგონია. აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობის დროს ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მოგეხსენებათ სრულად კონტროლირდებოდა მისი და მისი პარტიის მიერ, ამავდროულად აჭარაში მასობრივად ირღვეოდა ადამიანის უფლებები, იდევნებოდა ოპოზიციური პარტიები, განსხვავებულად მოაზროვნეები და მაქსიმალურად წახალისებული იყო სეპარატიზმი. 91 წელს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და 18 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე სწორედ 10 წლის შემდეგ 2001 წლის 26 მაისს გამოიცა გაზეთ ბათუმელების პირველი ნომერი. ამ გადმოსახედიდან გაზეთის პირველი ნომრის გამოცემის ეს თარიღი ვფიქრობ რომ არ იყო შემთხვევითი დამთხვევა და ეს იყო მზიას დარწმუნებული ვარ ამაში ეს იყო მზიას თამამი განაცხადი რომ ბათუმელები იქნებოდა დამოუკიდებელი ქვეყნის დამოუკიდებელი გაზეთი რომლის მთავარი მიზანი იყო თავისუფალი სიტყვის გავრცელება და დემოკრატიის ხელშეწყობა მზიას ბათუმელების რედაქციამ მუშაობა დაიწყო ერთ პატარა ოთახში მხოლოდ ერთი კომპიუტერით და თავისუფლებისადმი მზიას მყარი რწმენით. წარმოიდგინეთ ეს 2001 წელია, მაშინ მზია ამაღლობელი 26 წლის იყო, დღეს მზია ამაღლობელი 50 წლის გახდა და სამწუხაროდ ის 50 წლის გახდა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში. მზია წლების განმავლობაში ბათუმელებში მუშაობდა როგორც ჟურნალისტი. და მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი ადამიანის უფლებების გაშუქება იყო. როცა განმავლობაში, როცა ბათუმელები განვითარდა და გაძლიერდა, მზიამ გადაინაცვლა მედია მენეჯერად და დირექტორად. ხოლო გაზეთში შემოიკრიბა ახალგაზრდები, პროფესიისადმი ერთგული ჟურნალისტები და მე მათ ვიცნობ უკვე. ბათუმელების შექმნის გარიჟრაზე აბაშიძის რეჟიმის პირობებში თავისუფალი მედიის არსებობა აჭარაში დიდ რისკთან, მათ შორის ფიზიკური ანგარიშწერობის რისკთანაც იყო დაკავშირებული. ცხადია ბათუმელები ამ თვალსაზრისით მალევე გახდა აჭარაში ხელისუფლების სამიზნე, როგორც მედია, რომელიც დაუღალავად ააშკარავებდა და აშუქებდა კორუფციის, ნეპოტიზმის და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს. იყო არაერთი მუქარისა და ზეწოლის ფაქტი, ფიზიკური თავდასხმის ჩათვლით.
მაგალითად ბათუმელებმა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ფარდას ხდიდა, თუ როგორ მფარველობდა და ხელს უწყობდა პროსტიტუციას ბათუმის მაშინდელი მილიცია. სწორედ ამ თემის გაშუქებისას მზიაზე მაშინ მოხდა ფიზიკური თავდასხმა. აი, როდესაც მზია საუბრობდა და კითხვებს აძლევდა ბატონ დგებულაძე, სწორედ მაშინ აღნიშნა, რომ მე ვიცი თავდასხმა რა არის, ვიყავი მსხვერპლი თავდასხმისო. ასლან აბაშიძის ქვეყნიდან წასვლის შემდეგ გაზეთის განვითარება კიდევ უფრო სწრაფი ტემპით დაიწყო. გაზეთი გაიზარდა ტირაჟი, გვერდების რაოდენობა, უცვლელი დარჩა მხოლოდ გაზეთის სარედაქციო პოლიტიკა. შემდეგ ხელისუფლებაშიც ყველა ხელისუფლების პირობებში ბათუმელები კვლავ დარჩა დამოუკიდებელ კრიტიკულ მედია გამოცემად. 2010 წელს ზია ამაღლობელმა ასევე თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ონლაინ გამოცემა ნეტგაზეთი თბილისში. და ეს იყო ის იშვიათი შემთხვევა, როდესაც რეგიონალურმა გამოცემამ ისეთი განვითარება შეძლო, რომ თბილისში დააფუძნა ახალი მედია გამოცემა. მე არ მინდა მზიას ჟურნალისტურ საქმიანობაზე აქ ვისაუბრო. მინდა მის სხვა აქტივობებზე გავამახვილო სასამართლოს ყურადღება. მზია ამაღლობელის მედია გამოცემების პროფესიულ შეფასებებზე. ბათუმელებსა და ნეტგაზეთს და გამოცემის ჟურნალისტებს მიღებული აქვთ არაერთი ჯილდო პროფესიული საქმიანობისათვის. თავისთავად ცხადია, ყველა ამ ჯილდოში მზიას როლი ძალიან დიდია. მხოლოდ რამდენიმეს ჩამოგითვლით, 2009 წელს ბათუმელებმა მიიღო ნორვეგიის გამოხატვის თავისუფლების ფონდისა და გერმანული ფონდის ცაიტის პრესის პრიზი. 2009 წელს ბათუმელებს გადაეცა ორგანიზაციის რეპორტიორების საზღვრების გარეშე პრიზი, პრესის თავისუფლების ჯილდო, სიგნალი ევროპას. აღსანიშნავია, რომ ეს პრიზი ბათუმელებმა მიიღო 2008 წლის აგვისტოში ოფიცერ როინ შავაძის სასტიკი მკვლელობის საქმის გაშუქებისათვის. და ბათუმელების ეს სტატიები დაერთო მტკიცებულებად შავაძის საქმეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში. აი დღეს ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, ვითომ პოლიტიკოსი კრიტიკით რომ არ იღლება წინა ხელისუფლების დროს მოქმედი მძიმე დანაშაულების, ვთქვათ, შეხსენების შესახებ ხოლმე. აი მზია ამაღლობელი 2008 წელს მუშაობდა აი ამ მძიმე ამბებზე. 2015 წელს ნეტგაზეთს გადაეცა ნორვეგიის გამოხატვის თავისუფლების ფონდისა და გერმანული ფონდის ცაიტის პრიზი, როგორც გამოცემას, რომელიც არ უშინდებოდა ცენზურასა და რეპრესიებს. გარდა ამისა, გამოცემის ჟურნალისტებს სხვადასხვა წლებში მიღებული აქვთ საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრიზები, სხვადასხვა ნომინაციაში, საქართველოს სახალხო დამცველის პრიზი, საქართველოს პრეზიდენტის პრიზი, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პრიზი, ადამიანის უფლებათა ტიტა და სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაწესებული პრიზები ჟურნალისტური მასალებისათვის. 2022 წელს მინდა ყურადღება მიაქციოთ. რუსეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა როსკომნაძორმა დაბლოკა ნეტგაზეთისა და ბათუმის რუსულენოვანი ვერსიები, მათ მიანიჭეს ანტისაბჭოთა პროპაგანდის გამავრცელებელი ორგანიზაციის სტატუსი და აკრძალეს რუსეთში მათი გამოცემა. ეხლა მზიას საქმიანობა, რომელიც პირდაპირ კავშირში არ არის მის მედია გამოცემებთან. მზია ამაღლობელის მიერ განხორციელებული პროექტები წლების განმავლობაში ქმნიდა და ქმნის საზოგადოებრივ სიკეთეს, რომლის ადრესატებიც არიან კონკრეტული ადამიანები, ათეულობით, ასეულობით, ათასობით ადამიანი, რომელთა ცხოვრებაზეც პირდაპირ თუ ირიბად აისახა ის შრომა, რაც მზია ამაღლობელმა წლების განმავლობაში მოანდომა ამ პროექტების მოფიქრებას, შექმნას და განხორციელებას. მზიას მიერ განხორციელებული პროექტები ეხმიანება სამოქალაქო საზოგადოების უმწვავეს საჭიროებებს. მზია ამაღლობელის განხორციელებული სხვადასხვა პროექტების ადრესატები იყვნენ და არიან ყველაზე დაუცველი და მოწყვლადი ჯგუფები ამ ქვეყანაში და აჭარის რეგიონში. მოსწავლეები, სტუდენტები, სოციალურად დაუცველი მოხუცები, განათლების მიღების შესაძლებლობას მოკლებული პირები, ძალადობის მსხვერპლები, ეკომიგრანტები, მხოლოდ რამდენიმე მათგანზე მოგიყვებით. ჯერ კიდევ 2006 წელს მზია ამაღლობელმა დაიწყო ძალზე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რომელიც ეხებოდა აჭარაში და აჭარიდან საქართველოს სხვა რეგიონებში ჩასახლებული პირების ადვოკატირებას და მათი პრობლემების შესწავლას. 3 წლის განმავლობაში ამ პროექტის ფარგლებში სპეციალური ჯგუფი იმყოფებოდა აჭარის თითქმის ყველა
მეწყერსაშიშ სოფელში და ასევე საქართველოს ყველა იმ რეგიონში, კახეთი, სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სადაც ცხოვრობდნენ აჭარიდან ჩამოსახლებული პირები. პროექტის ფარგლებში შეისწავლეს ამ ადამიანების საცხოვრებელი გარემო, სიდუხჭირა, საჭიროებები, პრობლემები და ამ მასალებს წლების განმავლობაში ბათუმელები დაუღალავად აშუქებდა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში პირველად იქნა გამოყენებული და შემდგომში დამკვიდრდა სიტყვა ეკომიგრანტი, რომელიც დღეს ასე ფართოდ გამოიყენება. მზია ამაღლობელის ამავე პროექტის ფარგლებში მომზადდა კანონპროექტი აჭარის უმაღლესი საბჭოსა და პარლამენტისათვის ეკომიგრანტთა პრობლემების მოსაგვარებლად. ეს პროექტი გახდა მთავარი ბიძგი იმისათვის, რომ აჭარის მთავრობამ მიიღო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავდა ეკომიგრანტების დახმარებას და ამ პროგრამის მიღების შემდეგ არაერთი ოჯახის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. შემდეგი მზია ამაღლობელის ხელმძღვანელობით ბათუმელებიდან ედგაზეთი წლების განმავლობაში უწყობდა ხელს ქვეყანაში დისკუსიებს სხვადასხვა მოსაზრებების გაზიარებას. ამ მიზნით 2014 წლებში მზიამ განახორციელა უნიკალური პროექტი პრეს-კაფე და სადისკუსიო სივრცე ბათუმში, რომელიც ცნობილი გახდა არა მარტო ბათუმში, არამედ მთელ საქართველოში. ეს იყო კაფე და ამავე დროს სადისკუსიო სივრცე, რომელიც უფასოდ თავაზობდა სხვადასხვა ჯგუფ სივრცეს აზრთა გაზიარებისათვის. ეს იყო სხვადასხვა საზოგადოებრივი, სამოქალაქო და პოლიტიკური ჯგუფებისათვის ღია სივრცე დისკუსიებისათვის და ამ სივრცით რეგულარულად სარგებლობდნენ ის პირებიც, რომლებიც ახლა ოცნებას წარმოადგენენ სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის აჭარაში. მხოლოდ რიცხვებით კი შთამბეჭდავია 4 წლის განმავლობაში პრეს-კაფემ 500-მდე დისკუსიას, ღონისძიებას, ბრიფინგსა და პრეზენტაციას უმასპინძლა, გაიმართა 10-ობით კინოჩვენება, გამოფენა და საქველმოქმედო აქცია. ეხლა მზიას პროექტები, რომლებიც უშუალოდ განათლების ხელშეწყობას უკავშირდება. 2004 წლიდან 2022 წლამდე მზია პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად პერიოდულად ახორციელებდა საგანმანათლებლო პროექტ მედია სკოლას, რომლის ფარგლებში ჟურნალისტიკა ისწავლა არაერთმა სტუდენტმა და სკოლის მოსწავლემ. ბევრი მათგანი დღეს ქართულ მედიაში, სხვადასხვა ტელევიზიასა და ონლაინ გამოცემაში მუშაობს და მათ ჟურნალისტიკაში პირველი ნაბიჯები სწორედ მზიას განხორციელებული პროექტით გადადგეს. 21 წელს მზია ამაღლობელმა განახორციელა მორიგი საგანმანათლებლო პროექტი მოგზაური ბიბლიოთეკა. ეს არის პროექტი აჭარის მაღალმთიანი სოფლების სასკოლო ბიბლიოთეკების დასახმარებლად, რომელიც მზიამ იაპონიის საელჩოსა და ქართული გამომცემლობების მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოგზაურმა ბიბლიოთეკამ აჭარის 29 მაღალმთიან სოფელში 70,000 ლარის ღირებულების წიგნები მიუტანა სკოლის მოსწავლეებს. განახლდა 17 სასოფლო და 12 სასკოლო ბიბლიოთეკა. პროექტის ფარგლებში იმართებოდა თანამედროვე ქართველი მწერლების შეხვედრები და დისკუსიები ადგილობრივ ახალგაზრდებთან. მზიას ხელშეწყობით სკოლის მოსწავლეები, რომლებიც აქამდე ცნობილ მწერლებს მხოლოდ ტელეეკრანებზე ხედავდნენ, მათ საკუთარ სოფლებში ხვდებოდნენ და ესაუბრებოდნენ ლიტერატურასა და განათლებაზე. მოგზაური ბიბლიოთეკა ასევე ჩართული იყო კოვიდის წინააღმდეგ ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანიაში და ამ კამპანიის ფარგლებში მაღალმთიან აჭარასა და ბათუმში, ასევე ოცნების ქალაქის დასახლებაში და იმ ადგილებში, სადაც საინფორმაციო დეფიციტი და არაერთი მითი იყო კორონავირუსის შესახებ, უზრუნველყოფდა ცნობილი ავტორიტეტული ექიმების მიყვანას და საუბრებს ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ. 2019 წლის 8 მარტს მზიამ ბათუმში გამართა კონფერენცია ქალებზე ძალადობის თემაზე, რომლის მიზანი იყო ინფორმაციის გაცვლა იმ ჯგუფებს შორის, რომლებიც ერთი მხრივ მუშაობდნენ ქალთა ძალადობის წინააღმდეგ, მეორე მხრივ კი თავად არიან ბენეფიციარები. ამ კონფერენციის მომხსენებლებად მოწვეული იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის იმჟამინდელი პროკურორი, ქალბატონი იყო სხვათა შორის ნათია სონღულაშვილი და ბათუმის საქალაქო სასამართლოს იმჟამინდელი თავმჯდომარე. მზიას კიდევ ერთი საგანმანათლებლო პროექტი ბათუმის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის და აჭარის ისტორიის შესწავლა, პოპულარიზაცია და ადვოკატირება. ამ პროექტის ფარგლებში ბათუმელები წლების განმავლობაში ამზადებდა სტატიებს ბათუმისა და აჭარის სოფლების ისტორიის შესახებ, აგროვებდა ფოტომასალებს
და მზიას ინიციატივით ბათუმელებმა პოპულარულ ენაზე დაწერილი 3 წიგნი გამოსცა აჭარის კულტურული მემკვიდრეობის თემაზე. 10-დან 2 მათგანი ყველაზე პრესტიჟული ქართული ლიტერატურული პრემია საბას ეგრეთ წოდებულ მოკლესიაში მოხვდა, ხოლო ერთმა უცნობი ძველი აჭარა ლიტერატურული პრემია საბა მიიღო, როგორც წლის საუკეთესო დოკუმენტურმა პროზამ. უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში მზიამ დაიწყო პროექტი, რომელიც შეეხებოდა სტალინურ რეპრესიებს საქართველოში. ამ პროექტის მიზანი უახლესი ტრამვული წარსულის შესწავლა და გააზრება იყო. მზიას არაერთი პროექტი ეხება სოლიდარობის და მედიის მხარდაჭერის თემას. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ მზია ამაღლობელი შეუერთდა კამპანიას დამოუკიდებელი უკრაინული მედიის მხარდასაჭერად და დაიწყო თანხის შეგროვება ომის პირობებში მყოფი უკრაინული მედიის დასახმარებლად. მზია წლების განმავლობაში იყო და არის მრავალი საქველმოქმედო პროექტის ინიციატორი და მხარდამჭერი. ბათუმელებსა და ნედრაზეთში გამოქვეყნებული სტატიები გახდა არაერთი საქველმოქმედო აქციის საფუძველი, რამაც არაერთი ადამიანის და ცალკეული ჯგუფის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ. მხოლოდ რამდენიმე მაგალითზე მოდიყვებით. 2024 წელს ბათუმელებმა გამოაქვეყნა სტატია ხულოში მცხოვრები ქალის შესახებ, რომელიც სიღარიბეში მარტოული და საქონელს და შესაბამის დახმარებას ვერ იღებდა მუნიციპალიტეტისგან. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ბათუმელების მკითხველების მეშვეობით, დახმარებით და ბათუმელებმა დააორგანიზეს ახალგაზრდა ქალის დახმარების კამპანია, მას 97,000 ლარი შეუგროვეს და გადასცეს. 2021 წელს კორონავირუსის პანდემიის დროს ბათუმელებმა გამოაქვეყნა სტატია ბათუმის ოცნების ქალაქში მცხოვრებ უკიდურესად ღარიბ ბავშვებზე, ძმებზე, რომელთაც დედა კოვიდით დაეღუპათ, მამა კი ავარიით. ბათუმელებმა ასევე თავისი მკითხველების დახმარებით შეუგროვეს ბავშვებს 55,000 ლარი და გადაურიცხეს. 2021 წელს ბათუმელებმა გამოაქვეყნა სტატია და ვიდეო მარტვილში ნაცესავთან შეხიზნულ უსახლკარო ახალგაზრდა კაცზე, რომელიც დედის ოპერაციის ფულის შესაგროვებლად ქუჩაში ცეკვავდა დილიდან საღამომდე. მასალას დიდი გამოხმაურება მოყვა და ბათუმელების მკითხველებმა ახალგაზრდა კაცს დასახმარებლად ასევე შეუგროვეს 42,000 ლარი და ბათუმელებმა ეს თანხა გადასცეს ამ ადამიანს დედის ოპერაციის დასახმარებლად და ბინის შესაძენად და მან მართლაც შეძლო ეს. ბათუმელების ოფისში მზიას ოთახი მეოთხე სართულზეა, მე ეს უკვე ვიცი, ამას მონაყოლით არ გეუბნებით. და როგორც მისმა კოლეგებმა, რომლებიც ასევე დღეს დაუღალავად მუშაობენ ამ ოფისში, მითხრეს, რომ მზიას ოთახში შუქი თითქმის არასოდეს ქრებოდა და მთელი ღამე ენტო ხოლმე, იმიტომ რომ მზია მუშაობდა 24 საათის განმავლობაში. დაუღალავად შრომობდა ამ ქვეყნისა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობისათვის, სიტყვის თავისუფლებისათვის, სოციალური სამართლიანობისა და დემოკრატიისათვის. მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძვეცადე ძალიან მოკლედ ჩამომეყალიბებინა იმ საქმიანობის შესახებ, რასაც მზია ეწევა ამ ქვეყანაში უკვე არაერთი წლის განმავლობაში. ეს ჩუმი ადამიანი, რომლის საქმეები ძალიან ხმამაღალია. და მინდა გითხრათ, ბატონო პროკურორო და ქალბატონო მოსამართლე, რომ შეგიძლიათ გაიცნოთ მზია ამაღლობელი. ეს გახლავთ მზია ამაღლობელი, რაზეც ახლა მე ვისაუბრე და მე მაქვს პატივი წარმოვადგენდე მზია ამაღლობელს ამ სასამართლოზე.